პირდაპირ ეთერში არის ვიქტორ ყიფიანი, ჩვენ მას გავესაუბრებით, მოგესალმებით, სალამი. მინდა კითხოთ უპირველეს ყოვლისა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, არა უვიზო რეჟიმს, ეს არის დღევანდელი დღის სლოგანი, რის გამოც ჩვენ ვხედავთ, რომ ათასობით ადამიანი მოვიდა ცენტრალურ გამზირზე, გადაადგილდება ჩვენთან ერთად. არა დიახ, ბატონო ვიქტორო, გითხრათ არა სავიზო რეჟიმს, გითხარით რა არის თქვენი აქ მოსვლის მთავარი მიზეზი? მართალია, დღევანდელი შეკრება უკავშირდება ვიზის უვიზო რეჟიმს, მაგრამ ის ჩემი აზრით გაცილებით უფრო დიდ თემას მოიაზრებს, რაც ევროპულ იდეას უკავშირდება როგორც ასეთი. რა არის ჩვენთვის ევროპული იდეა? ევროპული იდეა არის ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, ევროპული იდეა არის ჩვენი იდენტობის გაძლიერება, ჩვენი განვითარება, ჩვენი დაცულობა. ამიტომ დღევანდელი ღონისძიება არ გამოირჩევა და ვერ შეიძლება გამოირჩევოდეს რომელიმე პარტიული კუთვნილებით ან პროფესიული კუთვნილებით. ეს არის იმ სახის შეკრება, რომელსაც საკუთარ ბაზად გააჩნია ყველაზე ჯანსაღი მაკონსოლიდირებელი იდეა. ეს არის ევროპა საქართველოში და საქართველო ევროპაში. დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ, დიდი მადლობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართული ოცნება როგორც ჩანს, არიხებს უკან, აგზელებს რეპრესიებს, დაკავებებს. დღევანდელი აქციით რისი თქმა სურს ხალხს ევროკავშირისთვის? იმ GOT წინააღმდეგობის ფონზე რისი მოწმენი ჩვენ ვართ. ასეთი შეკრების მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს დემონსტრირება ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის, რომ ის მზად არის არ შეეგუოს არსებულ მოცემულობას. ეს სხვათაშორის არის გზავნილი არა მარტო ხელისუფლების მიმართ, არამედ ეს არის გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საკითხი ჯერჯერობით არ არის ჩამოწერილი დღის წესრიგიდან, რომ ის არის აქტუალური და შემართება და მგზავრობა ქართველი ხალხისა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის საზოგადოების არის პროევროპული, მაშასადამე პროქართული. დიდი მადლობა. ჩვენ ასევე